ფრენების შეზღუდვა, სავიზო რეჟიმის დაწესება, რუსეთის მოქალაქეებისთვის და ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტა. ევროპელი დიპლომატები 4 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ საქართველოს არა მეორე ფრონტის გახსნას, არამედ ევროპულ სანქციებთან მიერთებას თხოვენ. თუმცა ნიშნავს თუ არა ამ პუნქტების შესრულება ესკალაციას მოსკოვთან. ოფიციალური თბილისისთვის პასუხი მკაფიოა. ამ მოთხოვნებზე თანხმობას მმართველი გუნდი რუსეთთან გარდაუვალი კონფლიქტის წინაპირობად განიხილავს. სანქციებთან მიერთების საკითხის გააქტიურება ქართული ოცნებისთვის კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ევროპას საქართველოს კონფლიქტში ჩართვა დღესაც ისევე სურს, როგორც 4 წლის წინ. ამ კონტექსტში მმართველი პარტია ომში ჩართვისკენ უცხოელი პოლიტიკოსების მოწოდებებს და ქვეყნის შიგნით ამ გზავნილების მხარდამჭერებს იხსენებს. ქართული ოცნების პასუხი ცალსახაა. ოფიციალური თბილისი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებას მომავალშიც ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით გეკმავს. რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებზე მიერთების მოწოდებების ეკო და ქართული ოცნების ხელისუფლების პასუხი, რომ სანქცია უდრის ომს და შესაბამისად ევროპა ითხოვს ომს, რომელშიც საქართველო მარტო იქნება. უკვე 4 წელია საქართველოს მოსახლეობა ამ შინაარსის პოლიტიკურ გზავნილებს ისმენს, ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. იმ დროიდან დასავლეთის მიერ დაწესებულ საერთაშორისო შეზღუდვებს ნაწილობრივ საქართველოც შეუერთდა. მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნების ნაწილის მსგავსად, რუსი ტურისტებისთვის ქვეყანაში შემოსვლა არა უკრძალავს, თუმცა უარი თქვა საერთაშორისო დაკრძალული საქონლის გატარებაზე. ომის დაწყებიდან მხოლოდ 1 წელში საქართველომ საბაჟო გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1200-ზე მეტი გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე უარი უთხრეს 800-ზე მეტ პირს. მხოლოდ 2025 წელს კი სანქცირებული ტვირთის გაბრუნების 2658 შემთხვევა დაფიქსირდა. მტკიცებულებების არქონის მიუხედავად, შეერთებული შტატების მაშინდელი პრეზიდენტის ადმინისტრაციის და ევროპული ქვეყნების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან სანქციების გვერდის ავლის შესახებ ეჭვები პერიოდულად მაინც ისმოდა. რამდენიმე საერთაშორისო მონიტორინგის და დასკვნის შემდეგ, რომ საქართველოს სანქცირებული ტვირთების გატარებას არ ახდენდა, ბრალდებების ინტენსივობამ იკლო. თუმცა ბოლო რამდენიმე დღე ევროპელმა დიპლომატებმა გააქტიურეს მოწოდებები, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უნდა შეუერთდეს. იწყება ზეწოლის ახალი ფაზა. მიზანი არის ერთადერთი რამ, რომ საქართველოში მოახდინონ ხელისუფლების ცვლილება. ქართულ ოცნებაში რჩებათ შთაბეჭდილება, რომ ევროკავშირი ცრუ ნარატივით მორიგჯერზე ცდილობს მოქალაქეებში მთავრობისადმი უკმაყოფილების გაღვივებას და ამით ხელისუფლების დასჯას. რა შეიძლება იყოს ამ ინტერესის მიზეზი? პასუხად ამბობენ, რომ ქართულმა ოცნებამ ევროპის სასარგებლოდ თავის გაწირვის ნაცვლად ევროპული ინტერესების დაცვა და მშვიდობა აირჩია. იმ ქვეყნის მთავრობისთვის, რომლის 20% ოკუპირებულია, სულ რაღაც 40 კილომეტრში კი საოკუპაციო ჯარები დგანან, სანქციების დაწესება ესკალაციას, ანუ პოტენციურ ომს ნიშნავს. მაინც რა მობიძგა ხელისუფლებას მისივე სიტყვებით სიფრთხილით მოქმედებისკენ. მაგალითებად, უახლეს ისტორიაში ჩაწერილი ომის თარიღები მოჰყავს. მეორე ფრონტის გახსნისკენ მოწოდებაში მმართველი გუნდი ევროკავშირის პოლიტიკურ ელიტასთან ერთად უკრაინის ხელისუფლების ყოფილ თუ მოქმედ წარმომადგენლებსაც ადანაშაულებს. ქართული ოცნებისთვის ამის მთავარი მტკიცებულება ომის დაწყების დღიდან უკრაინიდან სხვადასხვა პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული განცხადებებია. მათ შორისაა უმაღლესი რადის დეპუტატის ოლექსეი გონჩარენკოს მიერ გაკეთებული მოწოდება. ძვირფასო ქართველებო, გარეთ მშვენიერი ამინდია, იქნებ გაისეირნოთ ცხინვალსა და სოხუმში. შეგიძლიათ გაიყოლოთ რამდენიმე ჯავშან ტრანსპორტიორი ტანკი. მიდით, გამოგადგებათ. უკრაინელი პოლიტიკოსის ამ Facebook პოსტმა მოწონება და გამოხმაურება დაიმსახურა არაერთი ქართველის მხრიდან, რამაც მმართველ გუნდს იმთავითვე აფიქრებინა, რომ ომის მოსურნეები ქვეყნის შიგნითაც იყვნენ და ეტაპობრივად ქვეყანაში ვითარებას დაძაბავდნენ. მას შემდეგ დაწყებული რევოლუციური პროცესებიც ქართული ოცნებისთვის ომის სცენარისთვის მაშველი რგოლია.
ამ კამპანიას მხოლოდ მეხუთე კოლონის რამდენიმე ლიდერი არ ხელმძღვანელობდა. სოცმედია დღემდე ინახავს იმ 7000 ქართველის სახელებსა და გვარებს, ვინც მეორე ფრონტის მოთხოვნას შეუერთდა და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად აქცია. საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ წასულ ამ 7000-იან მხედრობაში ნახავთ პოლიტიკოსსაც და NGO-შნიკსაც, ჟურნალისტსაც და კულინარსაც, სტუდენტსაც და მეცნიერსაც. ამ დღის მერე სხვისი დროშის მოფრიალი ამ 7000 ქართველს კიდევ ბევრჯერ ვიხილავთ, ხან მოლოტოვის კოქტეილის მხარდამჭერად, ხან ნეპალის სცენარის მომწყობად და რაც მთავარია, ყოველდღიურობის ზიზღით და სიძულვილით დამაბინძურებლად. ვის და რატომ აწყობს საქართველოს ომში ჩართვა რუსეთის წინააღმდეგ? ხელისუფლების პასუხია ყველას, ვისთვისაც რუსეთი პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს. ასეთი ქვეყნების მიზანია რუსეთის დასასუსტებლად სხვა ქვეყნებმა დაღვარონ სისხლი. უკრაინა კი ცდილობდა ომში მარტო არ ყოფილიყო და მას ვინმე შეშველებოდა. ხელისუფლებისგან განსხვავებით, ოპოზიციონერი ლიდერები ფიქრობენ, რომ ომის პოტენციური საფრთხის წინაშე საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დგას, თუმცა მიმდინარე პერიოდში ეს რეალისტურად არ მოჩვენებიათ. ოპოზიცია უსაფრთხოების გარანტიებს ამერიკის და ევროკავშირის ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობაში ხედავს, რაც შეეხება სასანქციო პოლიტიკას, მისი ნაწილი თავს არიდებს შეკითხვას, უნდა დაეწესებინა თუ არა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ შეზღუდვები და ისინი მხოლოდ საერთაშორისო სანქციების აღსრულების აუცილებლობაზე აქცენტირებენ. სანქციების რეჟიმი რომ დაირღვა, ამის ნათელი მაგალითია ყულევის ნავსადგური, რომელიც სასანქციო ობიექტია მოხვედრილი და იმედია არ დასანქცირდება, იმიტომ რომ ყულევის დასანქცირება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონალური პრობლემას გამოიწვევს. სანქციების შეერთების მოწოდება რატო გონიათ აპრიორი ცუდი? მოლდოვამ ადეკვატური პოლიტიკური კომუნიკაციის გზით თავიდანვე უთხრა ყველა ძირითად პარტნიორს, რომ სანქციების ნაწილს ის ვერ შეუერთდებოდა, რადგანაც მას გააჩნია სპეციფიკური პრობლემები. ამისგან განსხვავებით, ქოცური რეჟიმი გამოვარდა და დედააგინა მთელ ევროპულ კავშირს. რეალურად ჩვენს გაუბედურებულ და გაჩანაგებულ ეკონომიკას ნამდვილად არ წაადგება სანქციების დაწესება. მაგრამ მეორე მხრივ არც ის უნდა მოხდეს, რომ საქართველო გახდეს რუსეთის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის და სხვადასხვა ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის მექანიზმი. ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის არაერთი მცდელობის მიუხედავად, რუსეთ-უკრაინის ომი ვერ დასრულდა და კონფლიქტმა უკვე მეხუთე წლის ათვლა დაიწყო. მართვალ გუნდში ამბობენ, რომ ტრამპისგან განსხვავებით, ომის დასრულების სურვილი არ აქვთ ევროკავშირში, რომელიც უკრაინის მატერიალური და პოლიტიკური მხარდამჭერია. ომის წახალისებაში ევროკავშირის დადანაშაულებისას ქართული ოცნება იმ განცხადებებსაც იხსენებს, როდესაც ხელისუფლებას უკრაინაში სამხედროების გაგზავნისკენ მოუწოდებდნენ. ის სურვილი, რა სურვილიც მათ ამოძრავებდა და დღესაც ამოძრავებთ, რომ მეორე ფრონტი გამხდარიყო საქართველოს, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ომი უფრო გაჭიანურებული იყო, ეს სურვილი არსად არ გამქრალა და ხედავთ, როგორი გაშმაგებულები იბრძვიან იმისათვის, რომ რამენაერად გამოიწვიონ ჩვენსა და რუსეთის ფედერაციას შორის ხელოვნური დაპირისპირება. საქართველოს ინტერესში არ შედის ორმხრივი ეკონომიკური სანქციების დაწესება რუსეთთან. ჩვენ არ ვაპირებთ ეკონომიკური თვითმკვლელობის აქტის ჩატარებას, მით უმეტეს რომ სანქციების დაწესებას შესაძლოა მოყვეს არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური და სამხედრო პასუხი რუსეთის ფედერაციის მხრიდან და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და იმასაც ასე ვთქვათ ხვდებით, რომ ასეთი პასუხის შემთხვევაში ჩვენ ისევ მარტო აღმოჩნდებით რუსეთის ფედერაციის პირისპირ. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ გარე მითითებების არ შესრულების შემდეგ უცხოელმა აქტორებმა იმედები არასამთავრობო სექტორსა და ოპოზიციაზე დაამყარეს. სცადეს რევოლუციების მოწყობა და სასურველი ხელისუფლების მოყვანა. თუმცა მართველი გუნდის შეფასებით, მათი მიზნები ქართველი ხალხის სიბრძნესთან ყოველთვის მარცხდებოდა.